მე ვარ ლუკა ჭიტაშვილი 8 წლის. სწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა კალათბურთი და ცურვა. უკვე 2 წელია დავდივარ კალათბურთზე ბასკოვში. მე ვთამაშობ შეტევაში და ძალიან ბევრ ბურთს ვაგდებ. ყველაზე კარგად გამომდის სამქულიანების ჩაგდებ. ერთხელ ერთი თამაშით ჩავაგდე 31 ბურთი. ჩემი საყვარელი კალათბურთელებია ჯეიმს ლებრონი და ლუკა დონჩიჩი. საყვარელი გუნდებია ლეიქერსი და დალასი. უკვე მქონდა ერთი შეჯიბრება. მაგ თამაში ვიყავი საუკეთესო მოთამაშე. ბასკოვში ჩემი მასწავლებლებია მიშა, სანდრო და ადაჩი. ყველაზე კარგად თამაშობს სანდრო მასწავლებელი. ყველაზე მკაცრია მიშა მასწავლებელი. მე ასევე ძალიან მიყვარს ცურვა. უკვე 4 თვეა დავდივარ ცურვაზე. 4 თვეში ვისწავლე საშუალო ცურვა. თავიდან ცურავდი კამერით. ახლა უკამერად ცურავ. წყლის ქვეშ შემიძლია გავძლე 1 წამი. წყლის ზემოთ 5 წამი. ცურვაზე დედიკომ შემეყვანა და მეც მომეწონა. მახსოვს პირველი დღე რომ ცურვაზე მივედი. ბავშვებს არ ვიცნობდი და ცოტა ნერვიულობდი. მერე ბავშვები გავიცანი და დამეგობრდი. ცურვაზე კიდევ უნდა ვიარო 5 წელი. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა. იმიტომ რომ საინტერესო გაკვეთილებია. კიდევ იმიტომ რომ მყავს კარგი კლასელები. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი და სიმპათიური. ჩემი საყვარელი მასწავლებელია ქეთინო დუმბაძე. იმიტომ რომ საინტერესოდ ატარებს გაკვეთილს. საყვარელი საგანია მათემატიკა. ახლა მინდა რომ ვიყო 10 წლის. იმიტომ რომ ვიქნები მე-4 კლასში. სამოგზაუროდ მინდა წავიდე თურქეთში. სახლში ცხოვრობ მე, დედა, დები და მამა. ჩემი და არის 12 წლის და ჰქვია ნუცა. ნუცა არის მხიარული და ჭკვიანი. ჩემი მეორე და არის 20 წლის და ჰქვია მარი. მარი არის ჭკვიანი, მზრუნველი და კეთილი. ჩემი ორი და არიან ულამაზესები. მამიკო არის მაღალი, სიმპათიური და მშრომელი. ახლა არის გემზე და ძალიან მენატრება. დედიკო არის ლამაზი და საყვარელი. ის არის ძალიან კარგი დიასახლისი. აკეთებს გემრიელ საჭმელებს. ჩემი საყვარელი საჭმელია კატლეტი და პიურე. მე რო გავიზრდები, უნდა გამოვიდე კალათბურთელი, რომელიც ექიმია. მეყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ლეგენდარული მეცნიერები. ასევე მეყვარს ფილმების ყურება. საყვარელი ფილმია ჰარი პოტერი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, კარი გაიღებოდა თავისით. ალჰამორას ვიტყვი და კარი მისით გაიღება. წინა ბავშვმა დამიტოვა კითხვა, რომელია ჩემი საყვარელი თამაში. ჩემი საყვარელი თამაშია რობლოქსი და მაინკრაფტი. ჩვეულებრივი თამაშებიდან მიყვარს კლასიკები. შემდეგ ბავშვს ვუტოვებ ესაც კითხვას, რომელი სუპერძალა უნდა რომ მქონდეს. ჩემი სუპერძალა იქნებოდა ყველაფრის სამახსოვრება. ბედნიერება არის დედის ჩახუტება და კარგი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.